ხდებია ვაკვირდებით ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ აბსოლუტურად არასწორად ხდება ცხოველების პოპულაციის მართვა, ანუ პირდაპირ ხდება ხოცვა ცხოველების რეგიონებში უფრო სერიოზული პრობლემა არის ამ მხრივ და პროკურატურა საერთოდ არ რეაგირებს, კანონი გვაქვს შესაბამისი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ცხოველების ხოცვა, აქვს უამრავი რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ როგორ შეიძლება შედეგზე გათვლილად მართვა უპატრონო ცხოველების და ეს არის მსოფლიო გამოცდილებით მიღებული პრაქტიკა და ჩვენ არ ვიგონებთ არაფერს ახალს. არ იღებს არანაირ რეკომენდაციას ხელისუფლება, საერთოდ მთელი ეს მუნიციპალური თავშესაფრები, რეგიონული თვითმმართველობები თვითნებურად, თვით თავისი მეთოდებით, ანუ სწრაფ რეაგირებაზე გათვლილი მეთოდებით ხოცავენ ამ ძაღლებს. ამის შედეგად ვიღებთ ჩვენ, რომ გადაჯეშებული არის ფაქტიურად მორჩილი და წყნარი მშვიდი ხასიათის ძაღლები და გზას უთმობენ აგრესიულ ძაღლებს. სულ 5 წელიწადში ჩვენ მივიღებთ მგლური ტიპის ფსიქოლოგიის ძაღლებს. იქნება უკვე საშიში, იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს გამოცდილება პეტევის განხორციელების და შედეგები ჯერ არ იციან ამათმა და პრაქტიკაში დევს ეს და ყველა არასამთავრობო იძახის, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი მომავალში შედეგი. და რაც შეეხება ფინანსებს, 3 მილიონი გაფანტა უკვე შპს დებიუტმა. აი ხა ჩვენ ზუსტად მაგიტომ ვართ შეკრებილები აქვს, რომ შპს დებიუტმა ჩაიდინა არნახული სისასტიკე დანაშაული, თან ფულიც კარგად გვარიანად აკეთა, მილიონებზე არის აქ ლაპარაკი და მეორე წელს აბსოლუტურად იგივე იყო ძაღლების რაოდენობა. ანუ არამიზნობრივად მოხდა თანხების გაფანტვა, აბსოლუტურად დაუგეგმავი იყო მთელი ეს პროცედურები და ისევ გრძელდება იგივე ტენდენციები. ანუ ეხა გადაირქვა ამ შპს დებიუტმა ახალი სახელი, ის ისევ რაღაცას ტენდერს მოიგებს, ეს ტენდერიც ეჭვქვეშ არის, რომ რაღაცა გარიგებას ჰქონდა ადგილი ჩვენი ყველანაირი დაკვირვებით და პროკურატურის ჩვენი აზრით ამიტომ არ უნდა გამოძიება ამ საქმის, რომ სწორედ რაღაცა სახელმწიფოსა და ამ შპს-ის შორის რაღაცა გარიგებას ჰქონდა ადგილი. პირადად არ ვიბრძი მარტო ცხოველებისთვის, აქ არის პრინციპული საკითხი, ჰუმანურობის საკითხი და კანონიერების საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათვლილი ჩვენ ქვეყანაში. 4 ოქტომბერია ცხოველთა საერთაშორისო დღე. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგდებულად შევარჩიეთ ადგილი პროკურატურის, რადგანაც საქართველოში საკმაოდ ირღვევა ცხოველთა უფლებები. მოგეხსენებათ გრიფის გარეშე გადაცემა, რომელიც იმედმა გავაშუქა ივლისის თვეში. იქ კადრში ნათლად ჩანს თუ როგორ კლავენ დენით ლეკვებს, როგორ ცოცხლად ყრიან ბეიკერის ორმოში, როგორ ეპყრობიან მდიერად ცხოველებს და ამ ფაქტის მერე თვითმმართველები ყველა ხალხის გამოხდა დიდი შეშფოთება სამ არასამთავრობო ორგანიზაციამ დავწერეთ განცხადება შინაგანი საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, ასევე 600-მდე მოქალაქეების ხელმოწერით და ეს ყველაფერი შევიტანეთ სამინისტროში. მივიღეთ პასუხი, სადაც წერია, რომ ცხოველთა ის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული ნიშნები არ მოიპოვება აღნიშნულ კადრებში და გამოძიებას არ ექვემდებარება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოვხატავთ და გვინდა უკვე საჩივარი შევიტანოთ პროკურატურაში, რომ მოხდეს 202 სიცხის სამართლის კოდექსის 259 მუხლის ჩადენით დანაშაულს დაჟჯა. ყველა დანაშავე, რომელიც ცხოველის მიმართ ჩადის დანაშაულს, უნდა დაისაჯოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულდეს ცხოველთა კვლავ, ტანჯვა, სადისწოდ მოპყრობა, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ახალი თაობები იზრდებიან, ისინი ხედავენ ამ ყველაფერს და ასე ჩვენ მომავალ თაობას ვერ ავაშენებთ და საქართველოს ვერ ავაშენებთ. იმისათვის რომ აღარ მოხდეს ეგეთი საშინელება, რაც აქ ხდება, სურათებში ხედავ და რომ ხალხმა რომ გაითვალისწინოს, რომ 259 მუხლი არსებობს და არა მარტო ხალხმა და მთავრობამაც, რომ დასაჯონ ის ხალხი, რომელიც ცხოველს ავნებს.